პროფესიით ვარ მკერავი, მუშაობდი თბილისში, სამკერვალო განხრით 13 წელი, შემდეგ შევქმენი ოჯახი და გადმოვედი საცხოვრებლად საზღვრისპირა სოფელ ტყვიავში. როდესაც ტყვიავში გადმოვედი, ძალიან მინდოდა, რომ შემექმნა ისეთი საწარმო, სადაც მე თვითონაც დავსაქმდებოდი და დავასაქმებდი აგრეთვე როგორც ტყვიავის მოსახლეობას, აგრეთვე ტყვიავის თემში შემავალ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას, ძირითადად ქალები, რომლებიც იქნებოდათ სოციალურად დაუცველები, მოწყვლადი ჯგუფის ქალები. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ედია ვერ გავახორცელე, რადგან დაგვემთხვა ომი. ლელა მომხმარებელს უნდა რომ ეს შარვის ტოტი ჩაუვიწროვოთ და შეუმოკლოთ. გამოჩნდა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა კონკურსში, დამეწერა პროექტი, ასე შექმნილი სოციალური საწარმო თამარიანო, სადაც დავასაქმე საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები ქალბატონები, ამჟამად ყავს დასაქმებული 2 ქალბატონი. ჩემი მიზანია მათ მაღალ დონეზე შევასწავლო კერვა და იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალბატონები. შემთხვევით გავიგე, რომ ტყვიავში იხსნებოდა სამკერვალო. და დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ მემუშავა აქ. აქამდე სამკერვალო საწარმო სოფელში არ გქონდა, რაც აქ გაიხსნა, ხალხიც მოხარულია და კმაყოფილებიც არიან. შეგვიძლია ქსოვილი დაგკეროთ, ესეთი ქსოვილი. ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო აგრეთვე ტექსტილის ნარჩენების შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა. გვაქვს გეგმაში, რომ გავხსნათ ჩვენი პატარა მაღაზია, სადაც ამ ყველაფერს შევიტანთ, თუნდაც ტყვიავში, თუნდაც გორში. ასევე დავამატეთ ბავშვის ხაზი, სადაც ვკერავთ ფორმებს, სადღესასწაულო ფორმებს, რომლებსაც როგორც ვაქირავებთ, ასევე ვყიდით. სამომავლოდ გვაქვს დაგეგმილი საბავშვო ბაღებთან ხელშეკრულების გაფორმება სკოლებთან, უკვე თანამშრომლობთ ცეკვის სტუდიებთან და ვკერავთ მათთვის საცეკვაო ფორმებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ზრდისთვის, ასევე სოფლის მოსახლეობისთვის.